Კომუნალური გადასახადები, როგორც ჩემად ინეთინმა თქვა უკვე, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ დასაფარად ხშირად ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხის გამოყოფა გვიწევს ხოლმე, რაც ფინანსურ მდგომარეობას ართულებს. იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადები შევამციროთ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რომელი ტექნიკა მოიხმარს სახლში ყველაზე მეტ ენერგიას, ლაშა იქნება ეს თუ მაცივარი. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენი მაყურებლის ყურადღება სწორედ ამ საკითხზე შევაჩერებ და პირველი ჩამონათვალში, პირველ ადგილზე გამათბობელი იკავებს, იქნება ეს დენის, გაზის თუ წყლის, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მონაცემებით გათბობის სისტემის მიერ მოხმარებული ენერგია 31.3% შეადგენს იმისთვის, რომ ოთახში სითბო დიდხანს შეინარჩუნოთ და კომუნალური გადასახადებით შეამციროთ, სპეციალისტები თერმული ფარდების გამოყენებას გვირჩევენ. მათივე თქმით, კარგი იქნება თუ ზამთრის დადგომამდე სახლის თბოიზოლაციაზე წინასწარ იზრუნებთ და ასევე დააგებთ ხალიჩებს, რომელიც სითბოს დამატებით ფენას შექმნის. მოდით ვისაუბროთ კიდევ ერთ მიმართულებაზე, სადაც შეიძლება დაიზოგოს ელექტროენერგია და შესაბამისად ჩვენი ფინანსები. მეორე ადგილზე მყოფი, ასე ვთქვათ, წყარო გახლავთ სარეცხი მანქანა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში გვაქვს. ექსპერტების თქმით, სარეცხი მანქანები ენერგიის დაახლოებით 7%-ს მოიხმარენ. ეს მაჩვენებელი ეგრეთ წოდებული ცხელ წყალში რეცხვის რეჟიმის გამოყენებისას თურმე საგრძნობლად იზრდება და თუ კი გსურს, რომ მოხმარებული ელექტროენერგია და გადასახადები შევამციროთ, მაშინ სპეციალისტების რჩევით ჩვენ ტანის სამოსი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე უნდა გავრეცხოთ. ეს მე მგონი თვითონ ქსოვილსაც დაზოგავს, მით უფრო როცა ფერად ქსოვილზეა საუბარი. ერთადერთი თეთრეულს კი უყვარს ცოტა მაღალი ტემპერატურა. თეთრეულს უხდება და ჩვენ რაღაცნაირადაც ხო, უფრო ვიცით რომ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, უფრო ის ბაქტერიები გვხვდება და უფრო სასარგებლოც არის. ხო, ну სხვა შემთხვევაში შეგვიძლია უფრო მარტივი რეჟიმები გამოვიყენოთ. კი ბატონო. ექსპერტების თქმით, ტელევიზორებისა და კომპიუტერების მიერ 1 საათში მოხმარებული ენერგია 100-დან 500 ვატამდეა. ეს ყველაფერი კი თვის ბოლოს მოსულ გადასახადზეც აისახება. ხშირად ისინი კვების წყაროსთან მაშინაც ამიერთებული, როდესაც მათ არ ვიყენებთ, ხომ? როგორც ექსპერტები ამბობენ, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები მცირე რაოდენობის ენერგიას მაინც მოიხმარება. ამიტომ კარგი იქნება თუ მათ კვების წყაროდან მუშაობის დასრულებისთანავე გამოვხდათ. გამოვაერთეთ. ნამდვილად ეს მეც მქონდა, ასე ვთქვათ, მოსმენილი, მაგრამ არ ვიცოდი თუ ასე ექსპერტებიც ადასტურებდნენ ამას, რომ რაღაც ტელევიზორი იქნება თუ ნებისმიერი და დამტენიც კი, ტელეფონის რომელიც სულ შეერთებული მაქვს, კი ბატონო. წყაროდ, ასე ვთქვათ, ესეც შეგვიძლია გამოვაერთოთ. მეოთხე ადგილზე მყოფი და მოწყობილობა გახლავთ მაცივარი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობენ, სწორედ მათი ფუნქცია ესეც არის, რომ შეინახოს პროდუქტი. მათ მიერ მოხმარებული ენერგია კი 5-10%-მდე მერყეობს. ექსპერტების თქმით, კარგი იქნება თუ მაცივრის შეძენისას არჩევანს გავაკეთებთ ენერგოეფექტურ მოდელებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ნუ თუ ახალს ვიძენთ, მაშინ ჯობია ასეთი შევიძინოთ. თუ არა და ძველს რა უყოთ არ ვიცი. სხვადასხვა სტუმარიც გვაყოლება, რომელსაც ესეც ჩავეკითხებით. უკვე არსებულ მაცივართან როგორ ვიურთიერთოთ. კი ბატონო. შემდეგი თემა დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს ასევე ელექტროჩაიდანი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ვიყენებთ. ექსპერტები ძალიან ბევრი. კი ბატონო და ზოგს ხო თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც რო გრილდება, მე ისევ დუღილის ტემპერატურამდე არტყავს ავტომატურ რეჟიმში. აი მე არა, მაგ ესე კი არ მინდა და იმიტომ რომ ეს უფრო ხარჯიანია. დიახ.